ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის ფაქტებზე დაკავებულ ბაჩუ ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო პროცესი პროკურატურის შუამდგომლობით დახურულ რეჟიმში წარიმართა, ვინაიდან არსებობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების პირადი ინფორმაციის გამჟღავნების საფრთხე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წამების სიზუსტით მოპოვებული მტკიცებულებებით დაადგინა, რომ სწორედ ბაჩუ ახალაიამ დაორგანიზა და პირადად ხელმძღვანელობდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებების გაკეთებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის პროცესს. ბრალდების მხარე მიშუამდგომლა, რადგანაც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს არაერთი პირი, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, ასევე გამოძიება გამოყოფილ საქმეზე მიმდინარეობს, სადაც სისხლის სამართლის საქმის მასალები მათ შორის გახავთ საიდუმლო, ამდენად ამ მიზეზის გამო ბრალდების მხარე მიშუამდგომლა სისხლის სამართლის საქმეზე დახურვა. სისხლის სამართლის საქმეში არსებობს რიგი მტკიცებულებები, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის სატელეფონო კომუნიკაციების დამადასტურებელი ინფორმაცია, შესაბამისად დადასტურებული არის წარდგენილი ბრალდება. მსჯავრდებული ბრალს არ აღიარებს და ისევ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაშია. ნაცმოძრაობის ხელისუფლების თავდაცვის მინისტრმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ თითქოს მისი დაკავების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მოსთხოვეს იმის სანაცვლოდ, რომ მისი მეუღლე არ დაეკავებინათ. ახალაიას მორიგ სიყალბეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოგონილი ამბავი უწოდეს და ამორალურ ქმედებად შეაფასეს. ბაჩანა ახალაიას განცხადება არის ცალსახატყუილი და ემსახურება სიმართლის იმგვარად დამახინჯებას, რომ საზოგადოებას რეალობის საპირისპირო წარმოდგენა ჰქონდეს საგამოძიებო ორგანოში განვითარებულ მოვლენებზე. განსაკუთრებით მიუღებელი და ამორალურია მის მიერ მოგონილი ამბავი მეგობრების მხილებისთვის მეუღლის დაჭერის მუქარაზე და 13 წლის ბავშვის ობლად დატოვებაზე. სინამდვილეში ჩვენმა თანამშრომლებმა დაკავების შემდეგ ახალაიას პირველივე კითხვა დაუსვეს. მხოლოდ მას ჰქონდა სატელეფონო ინტერნეტ კონტაქტი ზოდელავასთან, ბურჭულაძესთან და სხვებთან, თუ მის მეუღლე ანნა ნადარეიშვილსაც. ბაჩანა ახალაიას იქვე მოპოვებული უტყუარი მონაცემების შესახებ დეტალური ახსნის პარალელურად განემარტა, რომ დანაშაულის აღიარება არ აღიარების მიუხედავად, თუ ის მხოლოდ საკუთარ ინტერნეტ კონტაქტს დაადასტურებდა, მის მეუღლეს გაცილებით მაღალი ალბათობით გამოირიცხებოდა პასუხისმგებლობის სამართლებრივი რისკი. მიუხედავად ამისა, მან ჩვენების მიცემაზე და ხსენებულ კითხვაზე პასუხის გაცემაზე განაცხადა უარი, რის შემდეგაც პროკურატურასთან კონსულტაციის შედეგად მიღებული იქნა გადაწყვეტილება ანნა ნადარეიშვილი მაინც გათავისუფლებულიყო დაკავებიდან და გამოძიებას მომავალში ემსჯელა მისი პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით. გამოძიებით დადგენილია, რომ 4 ოქტომბერს ბაჩანა ახალაიამ და სხვა ბრალდებულებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებები დააორგანიზეს, რომელსაც სააკაშვილის ექს-მაღალჩინოსანი ხელმძღვანელობდა. იმავე დღეს აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პაატა ბურჭულაძემ შემუშავებული სამოქმედო გეგმა გააცნო, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების დაკავება და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება. დადგინდა ისიც, რომ ხელისუფლების დამხობის სცენარის ორგანიზატორი ბაჩუ ახალაია ბურჭულაძე ზოდელავას ძალადობრივ მოწოდებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაუკავშირდა. უტყუარ ფაქტებს დაცვის მხარე უარყოფს, თუმცა დაკავებული ექს-მაღალჩინოსნის ხუთეულთან ინტერნეტ კონტაქტებს თუ აქტიურ პირისპირ შეხვედრებს ადასტურებს. მხოლოდ არის ინტერნეტ აპლიკაციის კომუნიკაცია, ისიც მხოლოდ Wi-Fi-ზე. ქონდა კომუნიკაცია, მაგრამ არ ახსოვს 4 ოქტომბერს ქონა, 3 ოქტომბერს, 9 ოქტომბერს სისტემატურად ქონა კომუნიკაცია. იმიტომ არის ოჯახის ახლობელი, ოჯახის ნათლია. მეტი როგორ გითხრათ, ანუ არ უარყოფს კომუნიკაციას, მაგრამ რა კომუნიკაცია ეს არის მთავარი. სასამართლოში ბაჩუ ახალაიას მეუღლე იმყოფებოდა. ამავე საქმეზე ნადარეიშვილი მეუღლესთან ერთად იყო დაკავებული, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. ყოფილი თავდაცვის მინისტრის ცოლი ქმრის დანაშაულის გასამართლებლად ფაქტების უარყოფას ცდილობს და აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ძალადობრივი მოწოდებები, რკინის ჯებირების დაზიანება, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის დამხობის მცდელობა, ორბელიანის მოედანზე აალებული ინფრასტრუქტურა და დაშავებული პოლიციელები. ეს კადრები საზოგადოებამ 4 ოქტომბერს სხვადასხვა ტელევიზიებიდან პირდაპირ ეთერში ნახა. ბრალდებული ქმრის დაცვას ნადარეიშვილი ხან ტყუილით, ხან კი დუმილით ცდილობს და ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს არ პასუხობს. თავიდან ბოლომდე 4 ოქტომბრის საქმე არის აბსურდი, იმიტომ რომ არანაირი ძალადობა ჩვენ იქ არ გვინახავს.
პირდაპირ ეთერში ვხედავდით თუ როგორ ხდებოდა შტურმი პრეზიდენტის რეზიდენციაზე. თქვენ ვერ დაინახეთ ეს კადრები, რო ძალადობა იყო? ძალადობრივი აქცია არ იყო? ან აორგანიზებდა თუ არა კომუნიკაციას ხო არ უარყოფთ? ნაცმოძრაობის თავდაცვის მინისტრი დღეს იმ დანაშაულს არ აღიარებს, რომელზეც მან უკვე 9 ოქტომბრის ინტერვიუში საჯაროდ ისაუბრა. ბაჩუ ახალაია განმარტავს თუ რატომ ჩაუვარდათ 4 ოქტომბერს არეულობის გეგმა. მისი თქმით, წარუმატებლობის მთავარი მიზეზი აქციის მონაწილეების გაუბედაობა იყო. სინამდვილეში მოიგო ეს შეტაკება მეორე მხრის გაუბედაობით. ლიდერებზე არ გულისხმობ, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილიც იქ მდგომი ადამიანების. ამით მოიგო. ამავე ინტერვიუში აწუყა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის დაკავებულმა 4 ოქტომბრის საქმიდან საკუთარი თავის გამიჯვნა სხვა ბრალდებულების დანაშაულის აღიარებით სცადა. ამ პრიმიტიული კითხვა უნდა დავსვა. გეგმავდით თუ არა ამ ადამიანებთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებას? აი ეს ეხლა ვისათენ გოყვრეთ, აი ამ თვალსაზრისით, აი ამ ჩვენ სამშორის ასეთი შეხვედრები არა, იმიტომ რომ ერთ ხალხი რასაც აკეთებდა იმ საქმეში მე არ უმონაწილეობ სხვადასხვა მიზეზების გამო. არა ვარ ჩართული ასეთ პროცესებში. საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის თქმით, ინტერვიუში ახალაია აღიარებს, რომ ბურჭულაძე, ზოდელავა და სხვა დაკავებული პირები ძალადობრივ პროცესებს აორგანიზებდნენ, თუმცა თავად ამ პროცესებისგან გამიჯვნას ცდილობს. ცოტა ხნის წინ ერთმა ყოფილმა ჟურნალისტმა, რადიკალმა ნაცაქტივისტმა, ვინმე გოგოტიშვილმა 9 ოქტომბერს ბაჩუ ახალაიასთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა. ინტერვიუში ისეთ რამეს ამბობს ახალაია, რომ ხვალდილიდან გოგოტიშვილს კარგი დღე არ დაადგება ამ ინტერვიუს გამოქვეყნებისთვის. წამოწდა, ამოჭრა, დაავიწყდათ თუ რა მოხდა, ამაზე თვითონი დარდონ. დანარჩენს თავად მოусმინეთ. ბაჩუ ახალაიას 9 ოქტომბრის ინტერვიუ დანაშაულის აღიარება მმართველი გუნდისთვის. აღიარება თვითონ თუნდაც ის რომ დუმილის უფლებას ინარჩუნებს ეს მიანიშნებს იმაზე რომ რაღაც უბედურება ხდებოდა და ამ უბედურებაში თვითონ იყო ჩართული ეს ჩემი აღქმა ესეთი რასაკურველია გამოძიება თავის მასალებს დადებს უნდა იყოს უტყუარი მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა გადაწონოს დაცვის ხაზი მთლიანობაში უნდა განვიხილოთ ეს უბედურება რასაც წარმოადგენს ეს შეთქმულთა ჯგუფი საქართველოს წინააღმდეგ. ზუსტად ვიცით მიზნები, ზუსტად ვიცით რა თანხა, რამდენი, საიდან შემოიტანეს. 4 ოქტომბრის საქმეზე ბაჩუ ახალაია 25 დეკემბერს დააკავეს. მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმის სტატუსით გამოიკითხა. საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ის 4 ოქტომბრის ძალადობრივი პროცესების მთავარი ორგანიზატორია. ახალაიას მძიმე დანაშაულებისთვის 9 წლიანი პატიმრობა უკვე მოხდილი აქვს და ამჯერად მორიგის სასჯელის მოლოდინშია.